შედარებით ახალი არის მისი გაერთიანება, რომელსაც ლევან ცუცქირიძე არის მოძრაობა თავისუფლების მოედნის ლიდერი, რომელსაც როგორც ვიცი არ ურეგისტრირებენ ამ დრომდე, ხო, ლევან? ხო, პარტიებს აუქმებენ, თქვენ არ გირეგისტრირებენ. ოღონდ ანგარიშს გთხოვენ როგორც პარტიას, ანტიკორუფციული. როგორც პარტიას. ლევან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ აი ამ შექმნილ დიქტატურაზე მართლაც ზუსტად ასეა გავიმეორე დღეს ეს სიტყვა აი ამ შექმნილ ვითარებაზე და ცხადია გამოსავალზე მოდი დავიწყოთ აი რა რეალობას ვიღებთ მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ამა თუ იმ ადამიანისთვის და ნებისმიერი შეიძლება ჩემი აზრით ეს იყოს, იმიტომ რომ აი ვისაც მოისურვებენ ალბათ იმ სიაში იმას შეიყვანენ, კი აქვთ საუბრობენ ახლა იმაზე რომ რაღაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან დაკავშირებული ადამიანები, თუმცა ესია იყოს შეიძლება იყოს ძალიან ვრცელი, ძალიან ფართო, ნახოთ მოკლედ რა და როგორ იქნება პროტესტის ჩახშობის მიზნით საოცარი აკრძალვები შემოიღეს, ნიღბის ტარება, პატიმრობა ყველაფერზე, ქუჩის გადაკეტვა, მოკლედ არაფერი არ შეიძლება საერთოდ. ყველანაირად უნდათ რომ თავისუფალი კრიტიკული აზრი ამ ქვეყანაში და სიტყვა აღარ ისმოდეს. რა არის ეს რეალობა, რა იქნება ამის შედეგი და რა უნდა დაუპირისპირდეს ამას ყველაფერს და მე ვისაუბროთ აუცილებლად აი ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის აუცილებლობა თუ დგას, თუ ერთიანობა არის მნიშვნელოვანი, რაზეც თუნდაც ახლა თინა ბოკუჩავა საუბრობდა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნუ რას აკეთებს ქართული ოცნება, ხო? ქართული ოცნება აკეთებს შემდეგს. მას აღარ აქვს რეალურად არანაირი ლეგიტიმაცია ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ მათ შორის დიქტატურასაც სჭირდება რაღაცა საზოგადოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯგუფების ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ ასეთი რეჟიმი არსებობდეს ქვეყანაში და ამ რეჟიმმა გაძლოს. ქართულ ოცნებას ეს არ აქვს. მისი წინააღმდეგია დიდი ქალაქების უმრავლესობა, ქვეყნის უმრავლესობა, არჩევნებზეც გამოჩნდა, ახლაც გამოჩნდა ადგილობრივი არჩევნების დროს ეს და ერთადერთი მეთოდი რაც დარჩა მას ეს არის ხალხის შეშინება. ანუ ქართული ოცნება დღეს გუშინაც ამას ამბობდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ხაზგასმით ამბობს ამას, ამბობს რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ივანიშვილის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ გადავწყვიტეთ რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები აღარ იარსებებენ. და ისმოდეს მხოლოდ ჩვენი ხმა. ხო, ანუ ჩვენ ვიქნებით ბატონები და თქვენ იქნებით ხალხი ჩვენთან ანგარიშვალდებული. ჩვენ ჩაგვაბარებთ ანგარიშს, სადმე დიხართ, ვის ხვდებით, ვის ელაპარაკებით, წერილს განგისაძრავთ ხმარაზე ამოიღოთ ან არ ამოიღოთ. პრინციპში ხმის ამოღება არ ეხება მე როგორც ხვდები მხოლოდ რუსთაველის და პროტესტს, აი ამ მასშტაბურ პროტესტს, არამედ ნებისმიერ თემაზე შეიძლება. არა, ნებისმიერზე ხვალ გეტყვიან რომ ამა ამ წელს თუ დაიბადე, შენ აღარ აქვს რაღაც უფლება, არ ვიცი, ანუ ეს არის რა, ანუ სურთ რომ აი ამ შიშით გადატეხონ, რომ ყველაფერს აგიკრძალავთ, ეს წინააღმდეგობა. შეაშინონ ადამიანები, შევიდნენ სახლში, აღარ გამოვიდნენ, უბრალოდ არ გამოვა ეს არც ერთ ვარიანტში, იმიტომ რომ ის უკმაყოფილება, რაც ქვეყანაში არსებობს, ამას აქვს თავისი მიზეზები. და ეს მიზეზები არ აღმოფხვრილა. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს სამართლიანობა. და ნებისმიერმა ადამიანმა იპოვოს სამართლიანობა და არა მარტო იმან, ვინც ქართულ ოცნებასთან არის გარიგებული. ხო? საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას უნდა რომ აი ქუჩაში ადამიანებს არ ცემდნენ, არ აწამებდნენ და მე ამის გამო ღირსებით არაჯილდოვებდეს ადამიანი, ღირსების ორდენით არაჯილდოვებდეს ადამიანი, რომელმაც მე მგონი საშუალო სკოლაც ვერ დაამთავრა. ხო? ამიტომ ეს მიზეზები რამაც ეს პროტესტი შექმნა, არსად არ წასულა უსამართლობა, კორუფცია, იმედგაცრუება, არჩევნების მიტაცება სახელმწიფოს. და თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა და დასტურა ეს კიდევ ერთხელ 20%. მათ არ აქვს ხარდაჭერა. დიახ, 20% მხოლოდ რა კონკურენცია არ ქონდა. კახა კალაძემ. ლევან, აი რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, მოახერხებს ამას ქართული ოცნება, როგორ ფიქრობთ და რისთვის ჭირდება ეს ყველაფერი? ხომ არ ჭირდება სანქციები არის ის, რაც მათ ძალიან
ძალიან აწუხებთ და განსაკუთრებით ბრიტანული სანქციები ამაზე მუდმივად არის მინიშნებები და აპელირება სავაჭროდ რომ აი თუ ამას სანქცირებთ მე უარესად მოვიქცევი თუ საბოლოოდ მართლაც უნდათ რომ ეს ქვეყანა აღმოჩნდეს იზოლაციაში რუსეთის უკანა ეზოთ იქცეთ და როგორ მოახერხებს თუ არა ამას და რომ ვერ მოახერხოს რა არის ამისთვის საჭირო მოგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ანუ რა უნდა ქართულ ოცნებას ქართულ ოცნებას უნდა ორი რამ ერთი რომ მუდმივად ის იყოს ხელისუფლებაში და ანუ აღარასდროს აღარ მოხდეს აქ ხელისუფლების ცვლილება ხალხის გადაწყვეტილების შესაბამისად ანუ თვითონ იყოს სულ და კონდეს უსაზღვრო ძალაუფლება და მეორე სულ კონდეს ეს კორუფციული შემოსავლები რაც მას აქვს რა იქნება ეს თავისთვის გარშემო ტენდერების დარიგება ფულის გათეთრება მე რომელსაც მე აღმოაჩენო თურმე მილიარდები თეთრდებოდა და არავინ არ იცოდა აი ეს უნდა რა და ამისათვის ჭირდება რომ საზოგადოება მთლიანად დაიმორჩილოს შეაშინოს შეკეტოს სახლებში და მე დანარჩენ პარტნიორებს გარეთ ქვეყანაში უთხრას ვიცი რა აქ სიტუაცია ესეთია რა და მიიღე ისეთი როგორიც არის იმიტომ რომ მოქალაქეები ამ ქვეყანას აღარ ყავს ყველა შეეშინა ყველა გაჩუმდა ნაწილი დავიჭირეთ ნაწილი გაიქცა ოპოზიცია აღარ არსებობს ამიტომ შენ თუ გინდა რაღაც ურთიერთობა აი ამ რეგიონში ვიღაცასთან რაღაც დონის მაინც კონდეს ისევ ჩემთან მოგიწევს ურთიერთობა ანუ ჯერ უნდა რომ აქ დაასრულოს თავისი ამბავი შეგვაშინოს ჩვენ ყველა და მე დაიწყოს ხებთან ვაჭრობა იმიტომ რომ აი რაღაც ურთიერთობა ჩემთან ისევ დაიწყო როგორც სხვა ქვეყნებთან გაქვს მაგრამ აქ არის ფუნდამენტური პრობლემა რის გამოც მას ეს არ გამოუვა აი რა არის ეს პრობლემა რის გამოც მას ეს არ გამოუვა და რა არის ამისთვის საჭირო კი ეს პრობლემა არის ის რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია ანუ როგორც თქვი ყველა რეჟიმს ყველა ტიპის რეჟიმს ზოგ სჭირდება დემოკრატიული ლეგიტიმაცია არჩევნების გზით და აქედან მოდის დემოკრატიული მმართველობა და ზოგ სჭირდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯგუფების ლეგიტიმაცია, ხო? აი მაგალითად რო შევხედოთ როგორ გახდა პუტინი დიქტატორი. პუტინი დიქტატორი გახდა ისე რომ რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემები გადაჭრა ქვეყანაში და მეორე მიიღო საშუალო ფენის და დიდი ქალაქების მხარდაჭერა. და იყო პოპულარული ლიდერი. ხო, რო რაღაცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა ამათი ლიდერები არიან ადამიანები, რომელსაც რო უყურებ, გონია რომ ბავშვობაში მეგობარი არ ყავდა და კატის წამებით ერთობოდა რა. ანუ აბსოლუტურად არა პოპულარული, აბსოლუტურად არა ქარიზმატული ხალხი, რომელსაც რო უყურებს, სახეზე ეთყობა, რომ სიამოვნებს, როდესაც ადამიანების ცემაზე და ხარდაჭერა რო ქონდეთ და კარგები და საუკეთესოები რო იყვნენ, ცხადია ეს აი ამ რუსული მეთოდებით ხალხის მოგუდვა არ იქნებოდა, ხო? აუცილებელი, ამას ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ძალაუფლება განიმტკიცონ, შეინარჩუნონ, გასაგებია რომ არ აქვს გარეთ არიან არალეგიტიმურებები, არც შიგნით არ აქვს და ეს ცხადია მათ აწუხებთ. მაგრამ ლევან, აი მე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეხლა არის ის რა შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს, აი როგორ ვერ მოხერხდება ეს, რა ალტერნატივა დავუშვათ რა, როდესაც გააუქმებენ პარტიებს, პოლიტიკოსებს, რა იქნება ის ალტერნატივა, რომელიც ამ დარტყმას საკუთარ თავზე აიღებს, ან არის თუ არა საჭირო ასეთი ალტერნატივა, აი ამაზე მინდა. ბრძოლა გაგრძელდება, იმიტომ რომ თუ აკრძალავენ რაღაც პარტიებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები ქუჩაში აღარ გამოვლენ, რომ გააპროტესტონ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენც აქ დავრჩებით, ხო? თუ დააპატიმრებენ დარჩენილ პოლიტიკოსებს, ვინც გარეთ ვართ ჯერ, სხვების გამოჩნდებიან. და ამას ვამბობ არა რაღაც რიტორიკულ ფრაზად, რომ აი უბრალოდ იმედი ანათ ვილაპარაკო, არამედ იმიტომ, რომ ის ბრძოლა, რაზეც ჩვენ ვართ, დგას ძალიან ნოყიერ ნიადაგზე რა. ანუ ეროვნული მოძრაობის ტოლფას ნიადაგზე ვდგავართ, რომელიც აი თუ დააკვირდებით, რამდენი ახალი ლიდერი გამოჩნდა ამ ბოლო პერიოდში, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდით. თავის საქმით იყვნენ დაკავებული ზოგი კულტურის სფეროში, ხელოვნების, სპორტის, არ ვიცი, აი მთელი ბიზნესი, სხვადასხვა, ხო? ამიტომ ესეთი ენერგია, აი ესეთ მოძრაობას აქვს უშრეტი რა. მათგან განსხვავებით, რომელიც ძალიან შეზღუდული წრეა, ერთმანეთს აღარ ენდობიან და როგორც კი ეს სისტემა შიგნით ვიღაცას წირავს, ხო? მაგალითად თორნიკე რიჟვაძეს. მე ყველას მისი სახელი ავიწყდება და ამბობენ რომ აი კაცი კი კვდება, მაგრამ ვერ ურეკავ, ტელეფონი არ მაქვს. ეს ერთი საკითხი, ანუ აქეთ არის სოლიდარობა და იქით არის გუნდის შიგნით გაუტანო. აქეთ არის სოლიდარობა და განახლების რესურსი და მოდით ვისაუბროთ ამაზეც. აი ახალი პოლიტიკური
პოლიტიკური პარტიებისა და ძალების დაკვეთა თუ არის ხალხში. თქვენ სულ პროტესტზე ხართ, მუდმივად აქტიურად ხართ ამაში ჩართული, თქვენც ახალი ხართ პოლიტიკაში, თუმცა ძალიან დიდი ბიოგრაფიის ადამიანი ხართ ნამდვილად. არის ეს დაკვეთა ადამიანებში და იქნება ეს არის საჭიროებაც, არ ვიცი, შეიძლება იყოს დაკვეთა, მაგრამ თვლიდეთ რომ საჭიროება არის, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ეს იგრძნობა და საჭიროება არის არა მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც ტექნიკურად ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნას, რომელსაც ახალი სახელი ერქმევა, რომელიც მანამდე ახალ რაიმე სხვა პარტიას არ ქონია, არამედ დაკვეთა არის ელემენტარულ რაღაცეებიდან დაწყებული, რომ პოლიტიკაში იყვნენ პატიოსანი ადამიანები. რომ პოლიტიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან თანმიმდევრულნი და გუშინ არ ამბობდნენ რაღაცა ერს, აი პირდაპირი გაგებით გუშინ რა და დღეს არ ამბობენ სრულიად სხვას. და პოლიტიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან მცოდნეები და იმ საქმეში რაღაცა გაეგებათ თუ არა მეტი გაეგებათ, რომელზეც ლაპარაკობენ, ხო? და შეუძლიათ მართონ სახელმწიფო კომპეტენტურად, აქედან დაწყებული. და მათთვის აი დაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე არის ის, რომ პოლიტიკაში იყოს ისეთი ხალხი, რომლისთვისაც ის ღირებულებები, რაზეც დღეს ყველა ლაპარაკობს, როგორც არის დემოკრატია, სამართლიანი სასამართლო და ასე შემდეგ, ხო, კანონი, ადამიანის დაცვა და სხვა და სხვა, არის არა მარტო საჟონგლიორო სიტყვა, რომელსაც ახლა ეთერებში თუ Facebook-ზე ოსტატურად გამოიყენებს ოცნებას დაარტყას. მაგრამ საშუალება რომ მიეცემა შეიძლება იგივე გააკეთოს. ამაზე არ არის დაკვეთა. დაკვეთა არის ისეთ რამეზე, როდესაც მოვლენ ადამიანები და გექნება მათი ნდობა იმისი, რომ ხვალ, როდესაც ძალაუფლების კონსოლიდაციას მოახერხებენ, იგრძნობენ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, იგივეს არ გააკეთებენ. ამიტომ პრინციპების სიახლეზე უფრო არის დაკვეთა, ვიდრე ახალ. თქვენ ახლა საუბრობთ, მე გისმენ და ველოდებოდი, როდის დაიწყებდით ამაზე საუბარს, მაშინ მე დავსავай ამ შეკითხვას. ის რაც ახლა ხდება, ეს ქმნის ახალ რეალობას, რომელსაც თვლით თუ არა რომ ესაჭიროება განსხვავებული ბრძოლა, თუნდაც საერთო ფრონტით ბრძოლა. პარტიებს ისედაც აუქმებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოუნდება, რა დღესაც მოუნდება, რა წუთშიც მოუნდება, იმ წუთში საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ამას ცხადია გააკეთებს. თვლით თუ არა რომ აი ეს კონსოლიდაციის საკითხი, გარკვეულწილად კოორდინაციის, ერთობის საკითხი არის ახლა მნიშვნელოვანი და რომ თავად მოიტანა დრომაც, უпростоრედ ქართული ოცნების ნაბიჯებმა მოიტანა ეს ყველაფერი. კი, გეთანხმებით, არის საჭირო და მოთხოვნაც უკეთესი კონსოლიდაციის, უკეთესი კოორდინაციის და მოკლედ რო თქვა, ყველაფრის უკეთესად კეთებით რა. იმიტომ რომ არაფერი არ არის უფრო წარმატებული, ვიდრე თვითონ წარმატება. მანამდე რასაც გავაკეთებთ, ყველაფერი იქნება არასაკმარისი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკეთესად. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კოორდინაცია იქნება, ერთობლივი მოქმედება სხვადასხვა დროს თუ რა იყოს ისეთი, რომლისთვისაც საფუძველი იქნება ზუსტად ის ფასეულობები, რაზეც მე ვსაუბრობ და დაკვეთა რეალობაში არის არა მხოლოდ იმაზე, რომ ოცნება წავიდეს და მის ადგილას ვიღაც სხვა მოვიდეს, არამედ დაკვეთა არის სამართლიანობაზე, მრავალპარტიულობაზე, დემოკრატიაზე და აი ამ კოორდინაციაში ჩემი აზრით ეგ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებს, მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს, მხოლოდ იმ ლიდერებს შორის, რომლებიც მზად არიან კონსენსუსისთვის, კომპრომისისთვის, რაღაცის დათმობისთვის. რესურსს ამისაც ხედავთ? ხედავ აი ამ მოძრაობაში, ხედავ ამ წინააღმდეგობაში, იმ ადამიანებში, რომლებიც და არა ძველ და ტრადიციულ პარტიებში. მათშიც ხედავ ძალიან ბევრი ჩემთვის პატივსაცემი კოლეგა არის მათთანაც, მაგრამ მე ვხედავ, რომ კიდევ ახალი შესაძლებლობები არსებობს და ამიტომ შევქმნით ჩვენს თავისუფლების მოედანი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ჩავთვალეთო, ჩვენ შეგვეძლო რაღაც სხვაზე კარგად გაგვეკეთებინა და შემოგვეკრიბა ესეთი ადამიანები, რომელსაც ვერავინ ვერ დააბრალებს, რომ აი დღეს რო შენ სასამართლოზე ლაპარაკობ, გუშინ ეგ სასამართლო ძალიან კომპეტენტური გუნდი გყავთ და ძალიან საინტერესო ადამიანები, ბოლო კითხვას დაგისვავთ და გაგაცილებთ, შემდეგ გრიგოლ გეგელია უნდა შემოვიპატიჟო ეთერში, კი გრიგოლი არის ჩემი შემდეგი სტუმარი. ლევან, ბოლო კითხვა აუცილებლად უნდა დავსვა იმ სკანდალზე, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო ერთი და იგივე ადამიანია, თუ ვინმე მარიძის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს
პროტესტის ფარგლებში მოხდა, ანუ გაუუქმეს თუ თავად მან გააუქმა, აი ეს კითხვა რეალურად ცხადია, თავად გააუქმა ამ ქალბატონმა ეს შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, რაზე მეტყველებს, ის ძალიან მკაცრი იყო სხვათა შორის ბრიფინგზეც მაკა ბოჭორიშვილთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა, უმნიშვნელოვანესი იყო მისი მისვლა რუსთაველის გამზირზე პროტესტის ეპიცენტრში გუშინ და ამას მოყვა ცხადია ის კასკადი, რაც მოყვა ეს გაშავების ერთგვარი კამპანია. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი ქართული ოცნებისთვის? რამდენიმე რამეზე, ერთი იმაზე, რომ რეალურად ქართულ ოცნებას არ ყავს კარგი პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ ვიღაცასთან დისკუსიაში შევიდნენ. გინდა ევროპელი პოლიტიკოსი იყოს ეს, გინდა ქართული. იმიტომ არ მოდიან დებატებზე არავისთან, ხო ურჩევნიათ თავის იმაზე ისხენ და ილაპარაკონ. მე მაგალითად ნებისმიერ არხზე პირდაპირ ეთერში მათ მხარეს რო არის, იქაც მიმსვლელი ვარ და ნებისმიერი ქართული ოცნების ლიდერთან სალაპარაკობ. ეს ერთი. მეორე იმაზე მეტყველებს, რომ ამათ არც სტუმართ მასპინძლობასთან აქვთ რაიმე საერთო. იმიტომ რომ შენ ქვეყანაში ჩამოდის, ლაპარაკობ რაღაც ქართულ ტრადიციებზე და შემდეგ და შენ ქვეყანაში ჩამოდის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამდენი ხანია შენი მხარდამჭერია. ევროკავშირის სამხელად თანამდებობის პირი, ხო, ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. სამშვიდობო მისია საოკუპაციო ხაზზე იყო, სადაც არ ყოფილა ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენელი ალბათ. და ამ ადამიანს ან არ ხვდები, ხო, ამ ყველაფრის გამო. და მე როგორც აღმოჩნდა, ხო, შენ იყედებ ამ ყველაფერს პროპაგანდას. შენ ამ მომრჩეველს ატყუებ ასევე, ანუ ეუბნები რომ მე გავაუქმე ეს შეხვედრა. ანუ ნებისმიერ ვარიანტში, ვისაც არ უნდა გავეუქმე, ეს არის უღირსის აქციელი და შეურაცხყოფა შენი მოქალაქეების და ამ მომრჩევლების.